სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. მოდით ნახოთ, რას გვეუბნება დღევანდელი სახარება. და ერთ ადგილზე მინდა განსაკუთრებით დღეს გავანახოთ ყურადღება. აი ბოლოს ასე მთავრდებოდა ეს. შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღმრთისა მიერ. რატო რის შესახებ ამბობს ამას უფალი? აი რა არის ის, რაც ჩვენთვის შეუძლებელია და ღმერთისთვის შესაძლებელია. ხშირად ადამიანები ამას ცდარად იგებენ და გონიათ მაგალითად რა. აი თუ მე არ გამომდის ცხოვრებაში, ღმერთს თხოვ და იმას შევძლებ. აი მინდა მქონდეს დიდი სახლი და ვერ ვახერხებ და ვამბობ რომ ჩემთვის შეუძლებელია, მაგრამ ღმერთს თხოვ და დიდ სახლს მომცემს. ამას ეხება ეს ცნება? აბა რას ეხება? ხონდა ზუსტად გვესმოდეს. ამას არ გულისხმობს. რა თქმა უნდა, წყალობა ღმერთისგან არის. თუნდაც ხანდახან რაც გვეძლევა ღმერთისგან არის, ხო? თუ კეთილი საქმით არის. მაგრამ ამას არ გულისხმობს საფუფალი. ყველაზე მთავარს გულისხმობს. და რატომ? მოვიდა მასთან ერთი მდიდარი ჭაბუკი და ეუბნება რომ რა ვქნა, რომ მარადიული სიცოცხლე მქონდეს, ხო? ეუბნება. მას უნდა რომ მარადიული სიცოცხლეში შევიდეს. და უფალი ეუბნება ასეთ რამეს, რომ დაიცავენ ცნებები. ის ამბობს, ყველა ცნება დაცული მაქვს ბავშვობიდან, მაგრამ მას ის ვერ ხდება თავად, რომ სიხარბის ცნება არ აქვს დაძლეული, ამიტომ და ქრისტე ეუბნება ამოწმებს. მაშინ ერთი ღაგაკლია, თუ ყველა ცნება დაცული გაქვს და ასეთი თავისუფალი ხარ შენ ამ ქვეყნიურისაგან, წადი, გაყიდე ყველაფერი რაც გაქვს, მიეცი გლახაკთ, მიეცი გაჭირვებულთ, მოდი და ჩემი მოწაფე გახდი. გამომყევი მე სასუფეველის საკადაგებლად და ის დამწუხრებული წავიდა, რადგან ვერ დათმობს იმას. ანუ ხედავთ, გული ერთ-ერთი მცნება ხომ არის ათი მცნებიდან, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, ქონებისთვის მოყვას. ანუ არ გშურდეს, არ გინდოდეს ის, რაც სხვისია, მაგრამ ეს მხოლოდ იმას კი არ ეხება, რაც სხვისია, შენზეც არ უნდა იყო ხაბი, რაც შენ გაგაჩნია, იმაზეც არ უნდა, იმისთვისაც არ უნდა გქონდეს გულის თქმა, ხო? აი ამაზეა ლაპარაკი. და ერთ დათმობითაც უფალი ამბობს, რომ როგორი ძნელია, წუხარია უფალი, ხედავ წუხს უფალი. როგორი ძნელია მდიდრებისთვის ცათა სასუფეველში შესვლა და ამბობს, რომ მდიდარი უფრო ადვილად გაძვრება ბაწარი ნემსის ხუნდში, ვიდრე მდიდარი შევა ცათა სასუფეველში და ეს რომ მოისმინესო, კითხეს მოწაფეებმა. ლოგიკური კითხვა რა არის? მაშინ ვიღა გადარჩება უფალო. მაშინ ვიღა ცხონდება ესეც. ეს კურთხეული კაცი, იმიტომ რომ იუდეველებს მიაშთათ, რომ თუ მდიდარია კაცი, ესე იგი ბევრი ღვთის კურთხევაა ამასზე. დიდად დალოცვილია, დიდად კურთხეულია, რადგან მდიდარია. აბა ვინ მისცა სიმდიდრე თუ არა ღმერთმა. და ეს მდიდარი, რომელსაც დაცული აქვს ყველა მცნება და თან მღვდელმთავარია, სხვა ადგილებში წერია ის მღვდელმთავარიც იყო თან. ეს თუ ვერ გადარჩება უფალო, აბა ვიღა ცხონდება. ჩვენ რა გვეშველება ამობს და ქრისტე ამობს. რაც შეუძლებელია კაცთაგან, შესაძლებელია ღმერთის მიერ. ანუ რას ეხება? ცხონებას, ოჩა, ცხონებას. ცხონება, რაც თქვენთვის შეუძლებელია თქვენი ძალებით, იმიტომ რომ თქვენ ყოველთვის ცდებით. თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ ყველა მცნება დაცული გაქვთ, მაგრამ არა გაქვთ ყველა მცნება დაცული. ხომაზეა, ამ ჭაბუკსაც ხო ეს ეგონა. და უნება, ცხონება თქვენი ძალებით შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია ღმერთისაგან. აი აქ არის ჩადებული ის კანონი, რომ ვინც უფრო ძლიერია, მან უნდა გაუწოდოს პირველად შერიგების ხელი. გესმით? აი ჩვენს ადამიანებს შორისაც ასე უნდა იყოს. თუ ვინმე შესწოდა ჩვენს მიმართ, მიუხედავად მაგისა, ჩვენ თუ მართლები ვართ და ჩვენ თუ უფრო ძლიერები ვართ, ჩვენ უნდა გაუწოდოთ მას შერიგების ხელი. ღმერთმა ხო ასე გააკეთა. ადამიანმა შესწოდა მის წინაშე, დაეცა, დაშორდა, მაგრამ შერიგების ხელი ვინ გამოგვიწოდა? ღმერთმა. ჩვენ არ შეგვეძლო მიბრუნება უკან მასთან, ხომ? ჩვენ იმის მერე რაც დავკარგეთ 64-ში ნეტარება უფალთან ყოფნის, ჩვენ ამის ძალა აღარ გქონდა, რომ იქ მიბრუნებულიყავით. მაგრამ თვითონ ღმერთმა შეგვირიგა კაცობრიობა. აი ეს ყველაფერი მთელი ძველი აღთქმა ამაზეა, ხომ?
მთელი ძველი აღთქმა ამაზეა, როგორც კი დაეცა ადამიანი, როგორც კი დაეცა და უღალატა ღმერთმა ადამიანს, ახლა მოვიდა უფალი 64-ში და ეძახის ადამს, სადა ხარ? ეს ერთი სიტყვა ადამიანს რო ეძახის ღმერთი, სადა ხარ ადამი? მანგან არ იცის სად არის ადამი და რა შეემთხვა, მაგრამ ეძებს რომ იპოვოს და გადაარჩინოს და რადგან სინანულს ელოდება მისგან, მაგრამ ადამი ცოლს აბრალებს, ცოლი ეშმაკს აბრალებს. საკუთარი დანაშაულის დანახვის მაგივრად. და იმქვე, იმ დროსვე, ნახეთ, ღმერთს როგორ უყვარს ადამიანი, იქვე ღმერთი ეუბნება, რომ მე გამოგიხსნით თქვენ. მე მაინც შემოგირიგებ თქვენ, ბევრ ვაებას გაივლით, მაგრამ საბოლოოდ მე ისევ დაგიბრუნებ თქვენ და რას ეუბნება? წყევლის გველს, რადგან სატანამ გველის მეშვეობით დასცა ადამიანი და რას ეუბნება? ტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცის თესლს შორის. ის თავს დაგიმსხრევს, შენ მას ქუსლს დაუმსხრევ. ნახეთ, რა საინტერესო რამეს ამობს, როგორც ღმერთი ასე წინასწარმეტყველება. დედაკაცის თესლი ვინ არის? იესო ქრისტე. დედაკაცის თესლი ეგეთი რამე არ არსებობს სხვაგან ეგეთი მცნება, ხო? დედაკაცის თესლი რაც ქვია? ყოველ ჩვენ ვიცით რომ მამაკაცის თესლისგან მრავლდება, ხო ადამიანი? არა მიქეუბნება, დედაკაცის თესლისგან იშვება უმამოდ ის ვინ შენ თავს გაგიჭეჭყავს გველს, ანუ ეშმაკს დაამარცხებს და შენ მას ქუსლს დაუმსხრევ. ჯვარზე ხოლურსმანი გაუყარეს მის ქუსლში. აი ეს წინასწარმეტყველებაა, გესმით? შემდეგ ქრისტეს მოსვლამდე დაახლოებით 22 საუკუნით ადრე ცხოვრობდა ერთი კაცი აბრაამი. გახსოვთ? აბრაამი. და აბრაამიდან დაიწყო ღმერთმა ადამიანის შემორიგების, გადარჩენის განგებულება, ხო? და აბრაამს ეუბნება რომ წადი ისრაელის მიწაზე, მაშინ ქანაანი ერქვა. წადი, იქ დასახლდი, გამრავლდები და შენი შთაო მავლობიდან მოვა ვინ? იესო ქრისტე, ის მხსნელი აღთქმული და ის გამოიხსნის კაცობრიობას და ის დამიბრუნებს ჩემს კაცობრიობას მე, ხო? და აბრაამი წავიდა მართლაც და რომ მივიდა იმ მიწაზე, აი დღესაც ისრაელია, იმ მიწაზე რომ შევიდა აბრაამი, კაცო, ეს კაცი ტოლვილია. კაროებში ცხოვრობს, დღეს აქ არის, სადღაც იქ ხვალ იქ არის, არაფერი მას იქ არ ეკუთვნის, იმიტომ რომ ჩამოსულია, ტოლვილია, უცხოა. და აბრაამი ეუბნება, რომ კი ჯერა ღმერთის, წამს რო ასე იქნება, მაგრამ აბრაამი ეუბნება, რომ როგორ დავწმუნდე, რომ დავიმკვიდრებ ამ მიწას. აი რამე ნიშანი მომეციო, რომ ეს მიწა მართლაც ჩემი იქნებაო, ხო? არაფერი მას იქ არ ეკუთვნის, გესმით, რამხელა ქრისტეს მოსვლამდე აშორებს 22 საუკუნე. და ღმერთი ეუბნება ასეთ რამეს. აი, ამას მოусმინეთ ძალიან კარგად. ეს ყველაფერი ჩვენ გვანიშნებს, რომ ყველაფერი აღსრულდა ისე, როგორც ღმერთმა მანამდე უწინასწარმეტყველა. და ასე ეუბნება ღმერთი აბრაამს. კარგიო, მოდი მე და შენ დავდოთ კონტრაქტი, ასე რომ თანამედროვე ენაზე. შეთანხმება დავდოთ მე და შენ, ეუბნება. მან ძველ დროს, ძველ საუკუნეებში ანტიკურ ხანაში შეთანხმება ბევრნაირად იდებოდა. აი მაგალითად მარილი ხო ძალიან ძვირფასი იყო და მარილი ყველას ქისით ეკიდა მასზე კამარზე. მარილი. იმიტომ რომ ძალიან ძვირფასი იყო და თუ ჩვენ მე და შენ მე და ვინმე რამეზე ვთანხმდებოდით, დღეს ხო ესე რომ ხელს ვართმევთ ერთმანეთს, ან ულვაშს უტოვებდნენ ხოლმე ადრე. ადრე იყო ასეთი რომ აი დავასველებთ ის მე შენ მარილში ჩაყოფ, შენ ჩემ მარილში ჩაყოფ და მე დაუბრუნებ როგორც იმ მარილს მე იქიდან ვერ ამოვიღებ, ისე უკან, რაც შენგან წამოვიღე. ისე ვერ დავარღვევ მე ჩემს ფიცს. ხო? აი სხვადასხვანაირი ერთ-ერთი ხერხი იყო კონტრაქტის დადების, აი ეს მეფეები აკეთებდნენ ამას. დიდებულები, რომ დაკლავდნენ ცხოველებს, დააწყობ ნახევარ გაჭრიდნენ შუაზე, მაგალითად ხბოს დაკლავდნენ, შუაზე გაჭრიდნენ და აქეთ იქით დადებდნენ. და წაიკითხავდნენ ხელშეკრულებას და შემდეგ ორივენი გაივლიდნენ ამ ნახლეთებს შორის. ეს რას ნიშნავდა? აი ასე დაიღვაროს იმისი სისხლი, ვინც დაარღვიოს ეს შეთანხმება. აი ასე დაიღვაროს მისი სისხლი და აი ესე დაიმტრეს, ესე გაიხლიჩოს მისი სხეული, დაილეწოს მისი სხეული და ესე ხო და ღმერთი ეუბნება აბრაამს, რომ გინდა შევთანხმდეთ, რომ ეს აუცილებლად ასე აღსრულდება. მოიყვანე ხბო, თხა, ცხვარი, გვრიტი, მტრედი, სამსხვერპლო ცხოველები დაკალი და დააწყე ნახევარი და მოდი მე და შენ გავიაროთ ამ ნახლეთებს შორის, ეუბნება ღმერთი. გესმით? მე და შენ გავიაროთ ამ ნახლეთებს შორის, რომ ვინც დაარღვევს, იმისი სისხლი დაიღვაროს.
ანუ თუ დაირღვევა ეს კონტრაქტი, მის სისხლით დაიღვაროს. და აბრაამმა გააკეთა ეს და ზის და ელოდება, რომ ღმერთი როდის გამოჩნდება. ღმერთი ჩნდებოდა ხოლმე ცეცხლის ალით მაშინ. ცეცხლის ალის სახით. და ზის აბრაამი და ელოდება და მოსაღამოვდა, გესმით და დაიღალა ეტყობა და ჩაეძინა ძილბურანშია აბრაამი და ხო გახსოვთ ეს მომენტი ხო გქონიათ რომ აი გძინავს, მაგრამ რა ხდება მაინც ვიცით სახში, ხო ვიღაც შემოვიდა ვიღაც გავიდა, მაგრამ გძინავს. და აი ამ დროს აბრაამს რო ძინავს, ცეცხლის ალმა გაიარა ამ ნახლეჩებს შორის. ღმერთმა მარტომ გაიარა ამ ნახლეჩებს შორის. რატო? იმიტომ რომ ღმერთმა იცის რომ ესენი დაარღვევენ ამ ხელშეკრულებას. ადამიანები და აბრაამი წარმოადგენს ადამიანურ მხარეს, ხო? ღმერთი წარმოადგენს ღმერთს. და ღმერთმა იცის რომ აბრაამი და მისი შვილები ამას დაარღვევენ. ამიტომ მათ არ იმათმა რომ დაარღვევენ, უნდა გაწყდნენ მაშინ ახ რო გაიაროს. და ღმერთი ამობს რომ მხოლოდ მე ავიღებ პასუხისმგებლობას. თქვენ რომც დაარღვიოთ, ჩემი სისხლი დაიღვაროს, ჩემი ძის სისხლი დაიღვაროს. გესმით? აი ამაში მდგომარეობს აღთქმა. რომ მან იცის რომ ესენი ვერ შეძლებენ ამის დაცვას და დაარღვევენ ამ აღთქმას, კონტრაქტს, ხელშეკრულებას და ამიტომ ღმერთი მხოლოდ თვითონ გაივლის და ამბობს რომ ამითი ამბობს რომ არაუშავს ჩემი ძე დაღვრის სისხლს თქვენთვის და ის გამოგიხსნით აი ამ წყევლისგან და აი ამ დაშორებიდან თქვენ ჩემსგან. გესმით და ართლაც ასე ხდება აი ქრისტეს მოსვლა ამის აღსრულება და ქრისტიანობს რომ თქვენთვის ეს შეუძლებელი იყო აქამდე. და შესაძლებელია ღმერთის განკაცებით მხოლოდ. იმით რომ მისი ძე მოვიდა და გადაიხადა იმ დანაშაულისთვის, რაც ჩვენს წინაპრებს, შემდეგ თაობებს ყველას ვისაც ექნება, მან ჯვარზე სიკვდილით უცოდველმა, რომელსაც ცოდვა არ ქონდა, რომელმაც ზედმიწევნით დაიცვა თავად რჯული და ღმერთი იყო თავისი პიროვნებით, თავისი იპოსტასით, მაგრამ ქონდა კაცის ბუნება, ქონდა ღმერთის ბუნება, აი ამ კაცის ბუნებით თავად ღმერთი, ძე ღმერთი ევნო ჯვარზე და მან დაღვარა სისხლი, ის დაილეცა. აი ეს სიტყვა წერია ძველ აღთქმაში. ჩვენი ცოდვებისთვის იყო დალეწილიო. აი რაც აბრაამმა გააკეთა, ის დაემართა იესო ქრისტეს და აღსრულდა ის შეთანხმება არ დაირღვა მაინც და ღმერთმა გამოიხსნა ადამიანები. გესმით? მშვიდობა გვაქვს ჩვენ ახლა ღმერთთან. აი ასეა. მათ ვინც ვიწამეთ მისი ძის მოსვლა და ტანჯვა ჩვენ შეურიგდით ღმერთს და ჩვენ დაუბრუნდით იმ სამოთხის დროინდელ მდგომარეობას. გესმით და ვინც ამაზე უარს ამბობს, ხომ არის ხალხი, რომ აი ეს ამაზე მის ძეს უარს ეუბნება ამ ყველაფერზე. ის თავიდან აცვამს ჯვარს ღმერთს, ვინც ღალატობს უფალს. ამიტომ გზამდეს მისი მსხვერპლი, რომელიც აღსრულდა ჩვენს გამოსახსნელად და იმისთვის რომ შევერიგებინეთ ღმერთთან. და დასასრულს პეტრე ეუბნება, პეტრე აი უფალო ჩვენ ყველაფერი მივატოვეთო და გამოყევით ჩვენ და ჩვენ რა გვექნება ამისთვის, ხო? ლოგიკური კითხვაა. იმას ეუბნება რომ გაყიდე ყველაფერი და გამომყევი. მან ეს ვერ გააკეთა. პეტრე ამბობს რომ მე ის ჩემი დაგლეჯილი ბადეც კი მივატოვე, ჩემი ძველი ნავი მეთევზე იყო პეტრე და აი ჩვენ რაც ის ცოტაც კი რაც გაგვაჩნდა მივატოვეთ და გამოყევით და ჩვენ რა გვიქნება ჩვენ? ქრისტე ეუბნება რომ ყველა ვინც მიატოვა სახლი, კარი, დედა, მამა, შვილი, ამ ქვეყნიური ჩემი სახარების გულისთვის ასმაგად მიიღებს და მომავალში მარადიულ ცხოვრებას დაემკვიდრებს. ისევ ის კითხვა დავსვათ. რაც ნიშნავს რომ მე თუ სახარების გულისთვის თანამდებობა მივატოვე, 100 თანამდებობას მომცემს უფალი? ცხოვრებას. ზუსტად. აი განცდა იმისი რომ მე ღმერთს შეურიგდი ყველაფერზე აღმატებულია, გესმით? აი სულ რო არაფერიც აღარ მქონდეს ქვეყანაზე, განცდა იმისი რომ მე ღმერთს შეურიგდი და ღმერთის შვილი ვარ, ისევ შეუდარებელი აბსოლუტურად ყველაფერთან ამ ქვეყანას. გექნებათ ეს განცდა ამ ქვეყანაზე და ნეტარება, ბედნიერება და როცა წახვალთ იმ ქვეყნად, გექნებათ მარადიული სიცოცხლე. აი ესე. ამიტომ ყოველთვის როცა უფალი რამეს ლაპარაკობს, აი სულიერ კატეგორიაში უნდა ვიფიქროთ. მიწიერად კი არ უნდა ვიფიქროთ. მომცემს, მივცემ, მომცემს, დავთმობ ის მომცემ. არა, სულიერად რას გულისხმობს უფალი. აი ესე უნდა გავიგოთ მისი სიტყვები, მისი ღვთაებრივი სიტყვები. ჩვენთან არს ღმერთი.